საგანგებო რეჟიმში განიხილება საქმეები ბათუმის საქალაქო სასამართლოში. პროცესი 22 ადამიანს ჩაუნიშნეს. 4 საქმის, მათ შორის მზია ამაღლობელი საქმის განხილვა გადაიდო. 18 საქმეზე მსჯელობა კი სულ ცოტა ხანში დაიწყება. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა ისე ჩაინიშნა, რომ პროცესის შესახებ მისი ადვოკატები ინფორმირებული არ იყვნენ. ამ საქმის ფარგლებში ჟურნალისტს აქციაზე სტიკერის გაკვრას ედავებიან. სხდომაზე ბათუმის სასამართლოში არ გამოცხადდნენ ნათია ლეთოდიანი და ელენე ხოშტარია, რის გამოც მათი პროცესებიც გადაიდო. ბუნებრივია, არავის იმ დღეს კანონი არ დაურღვევია, იქ იყო ადამიანები შეკრებილი, რომლებიც აპროტესტებდნენ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ. მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას ჩვენ და მთელი ქვეყანა გავაპროტესტებთ ყოველთვის. მანამ სანამ მზია სიცოცხლე საფრთხეშია, სანამ მზია უკანონო პატიმრობაშია, ბუნებრივია პროტესტი არ შეწყდება. მოლოდინით სტანდარტული ალბათ როგორც სხვა საქმეებზე, უდიდესი ალბათობით აქციის მონაწილეებს აიკრძალებათ ის რა ქვია პროტესტი და რაღაცა სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვმეორებ, ეს არ არის სამართლიანი, ეს არ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. მანამ სანამ მზია ამაღლობელი, ზვია ცეცხლაძე, სხვები პოლიტიკური პატიმრები არიან ციხეში, ამ ქვეყანაში პროტესტი ბუნებრივია არ გაჩერდება. ძალიან ცალსახადად გინდება, რომ მოქმი, რომელთაც დააკავეს მზია ამაღლობელი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით არის გაყალბებული. როგორ გინდება ახლა ეს, ხო? ძალიან მარტივი მოცემულობა, გადაღებულია ვიდეო კადრები 11 იანვრის საღამოს, სადაც ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს აკავებენ სტიკერის გაკურის გამო და მას აკავებენ ადმინისტრაციული სამართლებრივი კოდექსის 150 მუხლის საფუძველზე. თუმცა ამ მუხლის მიხედვით არავის დაკავების უფლება პოლიციელს არ აქვს. გამორიცხულია დაკავების უფლება ამ მუხლის ამიტომაც შემდგომ მათ მუხლში დაწერეს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს არა 150 მუხლის საფუძველზე, არამედ 173 მუხლით და თქვეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციელებს. თუმცა ამავე ვიდეო კადრებში, რაც არის გადაღებული 11 იანვარს, ჩანს, რომ მზია ამაღლობელი არათუ არ აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელებს, არამედ საერთოდ უსიტყვოდ მიჰყვება გრიგოლ ბესელიას, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს.